მოგესალმებით, ბატონებო, ქალბატონებო, ბატონო ერის მოადგილეო, ბატონო ელჩო, მამაო, ჩემო ძმებო უკრაინელებო, რა თქმა უნდა განსაკუთრებულად სალმები დავანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარ გმირს, მონაწილეს, შემქმნელს, ბატონ დავიწყო მინდა დიდი მადლობით. მადლობა თქვენ ქალბატონო და მადლობა ორგანიზატორებს, ამ ქალაქის ხელმძღვანელობას, მერს, ამ შესანიშნავი ეკლესიის წინამძღოლმა დაგვითმეს დღევანდელი შეხვედრის ორგანიზება, იმ შესანიშნავი დარბაზის მისვეურებს, სადაც ტარდება ეს ფოტო გამოფენა. სიმბოლურია, რომ დღევანდელი ეს ფოტო გამოფენა ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, იქ მსხვერპლის ხსოვნის არ დავიწყებას, რამე თუ ჩვენ წელს საქართველოში აღვნიშნავთ, თუ შეიძლება ასე ითქვათ, აფხაზეთში, საქართველოში რუსეთის 30 წლის უკანდელ აგრესიის 30 წლს. და დღეს რომ დავათვალიერებ მორიგად ბატონ ილიანის ეს ფოტო ხელოვნება, ნამუშევარი გამახსენდა ჩემი აფხაზეთი. და მე რა თქმა უნდა განსაკუთრებულად განვიცდი იმ უკრაინელების განწყობას, რომლებიც დღეს დევნილობაში არიან და იხსენებენ თავიანთ დანგრეულ ოჯახებს, მივიწყებულ სახლებს, თავიანთ დაკარგულ ახლობლებს. ბევრი უკრაინელი დღეს იძულებულია თავშესაფარი ეძებნოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი საქართველოშიც არიან, ისევ როგორც თქვენ და ჰოლანდიაში. და ეს გამოფენა იმითაც არის ძლიერი, რომ ყველა შეახსენოს, თუ რაოდენ უბედურება ომი, რაოდენ უბედურება ის აგრესია, რომელიც მოუტანა უკრაინელებს მანამდე, თქვათ ჩვენ ხალხებს, თქვათ დიდმა ხალიფს რუსეთმა. მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ იმ თანადგომისათვის, რომელსაც ჩვენ გრძნობთ, განსაკუთრებით ბატონო მერის მოადგილე ჰოლანდიელებს მიმართულებ მადლობის სიტყვით ბატონო ელჩო, იმ თანადგომისათვის, რომელსაც ჩვენი დევნილები გრძნობენ და ამის მოწმე მე ვარ, მე ვიცი რამდენად ძლიერი დიასპორა ყავს ქართველებს აქ ჰოლანდიაში და ეს ჩვენი დამსახურება, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის. გელოდებით აფხაზეთში, გელოდებით საქართველოში დიდი სიავნობით მიგიღებთ სტუმრად.